შეთანხმებათა პაკეტი ენერგეტიკასა და ტრანსპორტის სექტორში. საქართველოს დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა. პირველი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 წლიანი მთავრობათა შორისი შეთანხმებაა. მეორე კი აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 20 წლით გახანგრძლივებას მოიცავს, რაც მთავრობის განმარტებით სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შევა. მიღწეული შეთანხმებით 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. 2027 წლის 1 იანვრიდან სახიფათო ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც სახიფათო ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს, მინიმუმ 1 სერტიფიცირებული სპეციალისტის ყოლა დაევალება. სპეციალისტმა შესაბამისი სწავლება ავტორიზებულ სასწავლო ცენტრში უნდა გაიაროს და საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს. გაცემული სერტიფიკატი კი 5 წლის ვადით იმოქმედებს. წესების დარღვევა კომპანიების დაჯარიმებას ან საქმიანობის შეჩერებას გამოიწვევს. ცვლილებების მიზანი სარკინიგზო სექტორში უსაფრთხოების სტანდარტების გამგაცრება, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიის ქალაქ რიმინში სამდღიან საავიაციო ფორუმში. რუსთ-ევროპა 2026-ში მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება შეხვედრები როგორც საქართველოს ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ასევე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთანაც. ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებსა და განვითარების პოტენციალს აცნობს. ჯამში აეროპორტების გაერთიანების გუნდს 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ახალი ბაზრების ათვისებაზე, არსებული ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ავიაციისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე გამახვილდება. რიმინში რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმს ევროპის 66-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი ესწრება. ძვირფასი მეტალების ბირჟაზე კვლავ დაღმასვლის ტენდენციაა. ოქროს ფასი ფაქტობრივად ერთთვიან მინიმუმზეა. გუშინდელი ვაჭრობის ფარგლებში უნცია ძვირფასი მეტალის ფასი $4,500-იან ნიშნულსაც ჩამოწდა, თუმცა მოგვიანებით $4,560-ზე დასტაბილურდა. ანალიტიკოსები ბაზარზე პესიმისტურ განწყობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის და სამოხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. გლობალურ ბირჟებზე არსებულმა მდგომარეობამ გავლენა იქონია ქართულ მწარმოებლებზეც და მათ შესასყიდი ნედლეული გაუიაფდათ. საიუველირო კომპანიებში ამბობენ, რომ თუ გასულ თვეებში 1 გრამი სუფთა ოქრო 450 ლარი ღირდა, დღეს ნედლეულის ფასი 400 ლარია, რამაც კომპანიებს ნაკეთობებზე ფასების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა. ტესლა 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო გეგმის განხორციელებას იწყებს. კომპანია წლიურ კაპიტალურ ხარჯებს $25 მილიარდამდე ზრდის და ფოკუსი ელექტრომობილებიდან AI-ზე, რობოტებსა და ჩიპებზე გადააქვს. კომპანიის მთავარი მიმართულებები იქნება რობოტიქსის და საიბერქაბის პლატფორმა, ასევე ჰუმანოიდი რობოტი ოპტიმუსი, საკუთარი AI ჩიპები, მონაცემთა ცენტრები და AI ინფრასტრუქტურა. კომპანია ასევე მუშაობს ტერაფაბზე, ანუ გიგანტურ AI ჩიპების საწარმოზე, რომელიც ტესლას, XAI-სა და SpaceX-ის ერთობლივი პროექტია. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 55 მილიარდს აღწევს. ტესლა ამავდროულად გერმანიაში, ბერლინის გიგაფაქტორიაში 250 მილიონს აბანდებს ბატარეების წარმოებაში. როგორც როიტერი წერს, ინვესტორთა ნაწილი ფრთხილობს, რადგან ტესლა უზარმაზარ თანხებს ისეთ მიმართულებებში დებს, რომლებიც ჯერ სტაბილურ შემოსავალს არ ქმნის. LinkedIn თანამშრომლების დაახლოებით 5%-ს, ანუ 875 ადამიანს ათავისუფლებს. ფართომასშტაბიანი რეორგანიზაციის ფარგლებში კომპანია ფოკუსს იმ მიმართულებებზე გადაიტანს, სადაც ბიზნესი ყველაზე სწრაფად იზრდება. Microsoft-ის მფლობელობაში არსებული LinkedIn აცხადებს, რომ შემცირება პირდაპირ AI-ის გამო არ ხდება, თუმცა ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება კომპანიების სტრუქტურას უკვე მნიშვნელოვნად ცვლის. როიტერი წერს, რომ ტექნოლოგიურ სექტორში 2026 წლის დასაწყისიდან 100,000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. რაც შეეხება LinkedIn-ს მსოფლიოში 17,500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. შემცირება კი შეეხება მარკეტინგის გუნდს, ინჟინრებს და პროდუქტების მიმართულებას.